ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩუ ახალაიას პროცესი იწყება. პროცესის დაწყებამდე კი სასამართლოს ეზოში ინციდენტი მოხდა. ჩვენი კორესპონდენტი თამარ გოგესაშვილი განაგრძობს თემას. თამარ, რამ გამოიწვია დაპირისპირება და ამოიწურა თუ არა უკვე ინციდენტი? ინციდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც არ ამოწურულა. დაპირისპირება მიმდინარეობს კვლავ აქციის მონაწილეებსა და ბაჩუ ახალაიას მხარდამჭერებს შორის. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გამოჩნდნენ ყოფილი პოლიტპატიმრები პლაკატებით. ისინი აპროტესტებენ ბაჩუ ახალაიას შესაძლო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ისინი მოითხოვენ, რომ დაისაჯონ ბრალდებულები. დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა ბაჩუ ახალაიას მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთ დაპირისპირებაში, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა, თავად ბაჩუ ახალაიას ადვოკატებიც ჩაერთვნენ. თულ მოქალაქეებსა უფლება იმისი, რომ პროტესტის გამოთქვას არაკანონიერების წინააღმდეგ. და დღეს სასამართლოში ხდება უკანონობა. უნდათ კვლელი და ბანდიტი ახალაიას განთავისუფლება. და მაგათ ჩვენ არ დაუშვებთ. არც ერთ პოლიტპატიმარ და არც ერთ ქართველი ხალხი. მაგათ ხელში მომისმენთ ბატონო დავით. მაგათ ხელში გავიარეთ ჩვენ თვითონულად ჩვენ. ის დერეფნები რა თქვენ ნახეთ ტელევიზიით, პირადად მე მაგ გავლილი ყოველ კვირაში, გაიგეთ? აი ამ ბიჭებს აგერ ვინც ავართ. ეხლა ჩვენ როგორ დაუშვებთ იმას, რომ ახალაია დღეს ბანდიტი მკვლელი გამოუშვან გარეთ, რომელმაც დაანგრია ეს ქვეყანა. რატომ პროვოკატორები ბიჭო? ვაცალი აქ წყალათი ვარ. ნუ ახლა გიცინებ მაგ თავს სადი. განებე თავი გამოდი ისა, განებე თავი რა მაგ ეს ნუ იმ გაბარდა სამმართველოსთან აი ეს არის პლასმასი ნუ რაიც მე ვატლიკენე მაგენას უნდა იცოდე მე ვარ რუსელი აბა აწყვია კესოლის და გეუნები ასე ფულზე მოდი ვარ წყალის დედა გაინები ეხლა გაწო არ შეიძლება გაიწვინე ეხლა ეს საათი 20 კაპიტი ამის დადამო ფულზე მოდი დაწარდი რაშენ კარგინდა ავატურაზე მოდის კიდე იგინება მეტრია ბაჩუ ახალაიას ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურას ახალაიას წინააღმდეგ არ აქვს მტკიცებულებები და ეს პროვოკაცია სწორედ მათი მოწყობილია. ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ამ პროვოცირების ტირაჟირებას ტელევიზიები აკეთებენ პროკურატურის დაკვეთით. ჩვენს კითხვაზე თუ კონკრეტულად რომელ ტელევიზიას გულისხმობდა მალხაზ ველიჯანაშვილმა არ გვიპასუხა, ასევე მან ღიად დატოვა ჩვენი კითხვა დაესახელებია კონკრეტული მაგალითები იმ ფაქტების დამახინჯებისა, რომელზეც საუბრობდა ადვოკატი. პროკურატურამ რო დაინახა, რომ მტკიცებულებების კუთხით არაფერი გამოსდიოდა, მიმართა თავის ხერს და მოყავს პროვოკატორები სასამართლო პროცესზე, თავისი კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით ახორციელებს ცუდ პიარს ბაჩანა ახალაიას მიმართ და ამით ცდილობენ, რომ საზოგადოების წინაშე ცუდად წარმოაჩინონ, მაშინ როდესაც საქმეში არანაირი პირდაპირ მტკიცებულება არ არის, რაც საფუძველს მაძლევს ვივარაუდო, რომ სწორედ გამამართლებელი განაჩენი უნდა იყოს ამ საქმეზე, ვინაიდან კანონიდან გამომდინარე სწორედ ესეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლო. ბოლო დაპირისპირება რამდენიმე წუთის წინ მოხდა, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში დათა ახალაიას ადვოკატიც გამოჩნდა აქციის მონაწილეება მის მიმართ აგრესია გამოხატეს. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, მანდატური სამსახური ცდილობს აქციის მონაწილეები გაიყვანოს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან. პროცესი კი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს, რომლის შემდეგაც პროცედურულად უკვე რეპლიკის საშუალება მიეცემათ მხარე. დღევანდელ პროცესი ასევე დაგეგმილია ბრალდებულების მიერ საბოლოო სიტყვის წარმოთქმა. დიდი მადლობა დაპირისპირების დეტალებზე ჩემი კოლეგა თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.